ნაადრევ ასაკში, ქალებში ორსულობა წარმოადგენს თუ არა ხერხემლის პათოლოგიის წინაპირობას. რასაკვირველია წარმოადგენს. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, ნაადრევ ასაკში, კერძოდ 15 წლის გოგონებში ფეხმძიმობა შემდგომ 30 წლის ასაკიდან იწყება ხერხემლის ნაადრევი პრობლემები, მიუხედავად იმისა, რომ 30 წელი არ წარმოადგენს დიდ ასაკს ქალისთვის. აღნიშნული კატეგორია ქალებში ხშირია ხერხემლის მალთაშორისი დისკის თიაქარი, ხერხემლის არხის სტენოზი, მალების სახსრების ართროზული გადაგვარება, დისკოპათია, ოსტეოქონდროზი, მალის ძვლის ტვინის ანთებითი დეგენერაციული პროცესები და ასე შემდეგ. რატომ ხდება ეს? არასრულწლოვან ასაკში, კერძოდ 15 წლიდან 19 წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ გოგონები მომწიფებულები არიან ჰორმონალურად. ამ დროს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ძვახსასროვანი მხარე ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. და როდესაც არასრულწლოვანი გოგონა ხდება ფეხმძიმე, პირველ ყოვლისა დედის ისედაც ჩამოუყალიბებელი ძვლები იწყებს გამოფიტვას ფოსფორისაგან და კალციუმისაგან. აგრეთვე ჩამოუყალიბებელი ხერხემალი ვერ უძლებს დატვირთვას ორსულობისას. ამიტომაც გთხოვთ მაქსიმალურად გაითვალისწინეთ, რომ არასრულწლოვან ასაკში ფეხმძიმობა ძალიან დიდ რისკს ქმნის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ჯანმრთელობაზე.